დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი ტაშკენტში დასრულებულია. მთავრობის მეთაური საერთაშორისო აეროპორტში მისმა კოლეგამ გააცილა. ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტთან გამართა. ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ასევე პირისპირ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს. შედგა საქართველოს-უზბეკეთის მთავრობათა შორისი კომისიის ხდომა. შეხვედრებისას განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნას ათვისებული. კომისიაზე მოხდა ძალიან ბევრი ასე თქვა დივერსიფიცირებული საკითხების განხილვა, რომელიც როგორც სავაჭრო, ასევე ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან პერსპექტივებს წარმოაჩენს და ის მზარდი ტენდენცია, რაც მიმდინარე მომენტისთვის ვაჭრობის ბრუნვის ზრდის მიმართულებით სახეზე არის, მოსალოდნელი არის, რომ კიდევ უფრო ინტენსიური იქნება აღნიშნული თანამშრომლობა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციას და საექსპორტო მიმართულება უზბეკეთში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ეს შესაძლებლობები ასათვისებელია, მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე ექსპორტი იზრდება, თუმცა შესაძლებლობები დიდია, რომელსაც აუცილებლად გამოყენება ჭირდება. შესაბამისად, ეს ოლხრივი შეთანხმება, მემორანდუმი ითვალისწინებს კიდევ უფრო დამატებით და უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას. უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატივი მქონდა შევხვედროდი უზბეკეთის სპორტის მინისტრ ბატონ ითხამ იკრამოვს, სადაც შევთანხმდით ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამავე დროს პატივი მქონდა გავცნობოდი ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას, დამეთვალიერებინა მათი სპორტული ინფრასტრუქტურა და ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აპრილის თვეში ბათუმში ჩატარდება ყურაში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გამორჩეული უზბეკური სპორტის სახეობაა და ეს ევროპის ჩემპიონატი სრულად საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდება ქალაქ ბათუმში. თავდასხმა კრივოი როგზე ღამით ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტა 5 სართულიან სასტუმროს მოხვდა. მთლიანად განადგურებულია რამდენიმე სართული. დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი, დაშავებული 30-მდე, მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი. მათი უმეტესი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ნანგრევებში მოყოლულთა პოვნას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. დნიეპროპეტროვსკის გარდა თავდასხმის სამიზნე იყო ღამით სუმის ოლქიც. რუსული დრონის აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ცნობით შეტევა ერთ-ერთ სასაწყობო ობიექტზე მოხდა, გაჩნდა ხანძარი. უკრაინისა და შეერთებული შტატების ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვის დროს ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი განცხადება კი პოზიტიურ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა. საუბარია უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც ზელენსკი მზადყოფნა გამოთქვა იმუშაოს დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მუდმივი მშვიდობისთვის. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სწორი მიმართულებით სვლა. 7 თვე თვითმმართველობის არჩევნებამდე აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მასში მონაწილეობას. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. არსებული ცესკო და სესკოსა და ხელისუფლების პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე გადაჭრით უარს აცხადებს ნაცმოძრაობა. გირჩიკი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს კენჭისყრისას მათ საკუთარი კანდიდატები აუცილებლად ეყოლებათ. თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო მეტად ამ ეტაპზე პრიორიტეტულად სხვა საკითხებს ასახელებენ ლელოში. გადაწყვეტილების მიღებამდე მოვლენათა განვითარებას ელიან სხვა პარტიები. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მთავარი ორი საკითხის გადაჭრა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. რაც შეეხება მზაობას, ჩვენ ვემზადებით ხელახალი არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს პარტიული სტრუქტურების მზაობას, ეს ნიშნავს ზოგადად საქართველოს მასშტაბით ჩვენ მსაწყობნას. მიუხედავად იმისა, რომ რთული არჩევნებია, იმიტომ რომ 63 არჩევნებია ფაქტობრივად შესაძლებელი ერთდროულად სხვა რეგიონში.
ჩვენ წინასწარ ვემზადებით, მათ შორის ადამიანური რესურსების კუთხით, შეხვედრებიც კი ჰქონდა უკვე რუსთავში იმის თავებაზე, რომ ვთქვათ, კანდიდატები უპოვოთ შესაფერისი თითოეულ საკრებულოსთვის. ზოგადად პარტია იმიტომ არსებობს, რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. თუ არჩევნებში აღარ იღებ მონაწილეობას, იგი სხვა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებზე გადადიხარ. და ჩვენ ჯერ არ მიგვიღება გაწყდება, რომ რევოლუციის მზადება დაგვეწყო, ამიტომ მიუხედავად იმ სიტუაციის, რაც შეიძლება ქვეყანაში არის, ჩვენ ბუნებრივია გეგმათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. ამავე თემაზე საუბრობს მართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებაში გასარკვევად არჩევნებში მონაწილეობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. უმრავლესობის მოსაზრებით ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, სწორედ მათი დაბალი რეიტინგია. მომავალი თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, იქნება ყველაზე კარგი და რეალური შემფასებელი ქვეყანაში მოსახლეობის განწყობისა და პოლიტიკურ ძალთა, ასე ვთქვათ, რეალური წონის ამწონავი. არ მიიღებენ მონაწილეობას, როგორც იტყვიან, წმინდა ადგილი თავისუფალი დიდხანს არ დარჩება და გამოჩნდებიან ან სხვა, ან შეიქმნებიან ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში შემოვლენ იმ პატივისცემით, რა პატივისცემაც დამოუკიდებელი საქართველოს იმსახურებს. თუ ისინი აპირებენ, რომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვან, იგივე შეცდომა, რაც გაიმეორეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნება, მაგრამ თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი, რომ ამ ქართულ რეალობაში, ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენს, ადგილობრივი არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ეს დაამტკიცონ და დაანახონ მოსახლეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ მათ სურთ, რომ თვით დესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია. ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და მათთან ერთად აქციაზე დაკავებული კიდევ 9 პირი სასამართლო პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გუშინდელ სხდომაზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა დაკავებულთა ნაწილმა. მანამდე კი ადვოკატებმა მოსამართლისა და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღარ არსებობდა იმოცემულობით მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, რომელიც საფუძვლად დაედებოდა პატიმრობას. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ არსებობდა ამ საქმეზე, რასაც თავიდან ბოლომდე ვერ ვეთანხმებით, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ბრალდების მხარემ ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასაპასუხე. ჩვენთვის გაუგებარია, რატო იქცევა სასამართლო იმ მოცემულობით, როდესაც მართლა არსებობს დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა და არ აკმაყოფილებს მუდმივად არაერთ დასაბუთებულ შუამდგომლობებს. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გაეზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მიუთითა, რომ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის. მათი ერთობლივი ქმედების შედეგად გამოწვეული იქნა სხვადასხვა ზიანი, როგორც ფიზიკური, ასევე ქონებრივი. არაერთ პირს მიადგა ფიზიკური ზიანი, კერძოდ პოლიციის თანამშრომლებს, ასევე დაზიანდა არაერთი უწყების კუთვნილი ქონება და შესაბამისად ბრალდების მხარე მათი ქმედება დააკვალიფიცირა როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. კულტურის მინისტრმა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში ხელოვნების სფეროს იმ გაფიცულ წარმომადგენლებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აპროტესტებენ. თინათინ რუხაძის თქმით, აღნიშნული პირები იურიდიულად გაფიცულები არ არიან და სახელმწიფოსგან ხელბას ჩვეულებრივად იღებენ. მინისტრი ამბობს, რომ ამ ფაქტზე რეაგირება აუცილებლად იქნება. მე დე იურე გაფიცული არა ყავს დარგში. იურიდიულად გაფიცული არავინ არ არის. ფურცლით უნდა იყოს გაფიცვა, იმიტომ რომ გაფიცვასაც ისევე როგორც ყველაფერს სხვას აქვს თავის წესი. ისინი არიან კომუნიკაციაში. თქვენთან. არა მარტო. ფურცელზე ჩვეულებრივად საქმიანობა მიმდინარეობს, მათ რო გითხოთ და თუ გაფიცულები არიან, მაშინ ეს არის სახელმწიფო ქონება, ეს არის სახელმწიფო ხელფასი, სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია, წამი-წამში, წუთი-წუთში ყველაფერი აწყობილი აქვს ამ სახელმწიფოს და მაშინ არსებობს სხვა ადამიანებიც, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვებს სვავენ, რომ 5 თვე, 4 თვე შენ რომ სპექტაკლს არ გამართავ, ან კონცერტს არ გამართავ და არის ესეთი ერთეულები, ოღონდ ეს არის 1, 2 და არა 3 შეიძლება, არა უმეტეს, შენ საკუთარ ინტერესებს
აყოლებ ორგანიზაციებს და ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება. ვიყავით კომუნიკაციაში მაქსიმალურად ჩართულები, რომ რა იყო, როგორ იყო, გაგვერკვია და სადაც შესაძლებლობა იყო მაქსიმალურად კანონის დაცვით. ჩვენ ვერც ერთხელ უწყებაზე ზეგავლენას ვერ ვიქონიებთ, ჩვენი დარგი და სფერო გვაბარია, თუმცა ადამიანურად ყველას ხარში ვედექით, როგორც შეგვეძლო. რუსთაველ მოქანდაკეთა ხუთი თაობის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში. ექსპოზიციაზე სახელწოდებით თაობათა ექო 15-მდე სკულპტურის ნამუშევარია წარმოდგენილი. ქანდაკებების ჯგუფური გამოფენა უკვე მეოთხე ექსპოზიცია, რომელსაც რუსთავის ახალი გალერეა მასპინძლობს. რუსთავის ახალ საგამოფენო სივრცეში არის მეოთხე ექსპოზიცია. დღეს მასშტაბური მოქანდაკეთა გამოფენა გავხსენით. ხუთ თაობას აერთიანებს. მნიშვნელოვანია ის, რომ უხუცესი მოქანდაკე არის 94 წლის, ყავს ახალგაზრდა მოქანდაკეები და ერთი თვის განმავლობაში რუსთაველებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ უნიკალური ნამუშევრებით დადგმდნენ. მონაწილეები არიან ხუთი თაობის და აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა მიმართულების მოქანდაკეები არიან, სხვადასხვა მასალაში მუშაობენ და თავისი ფილოსოფიით, თავის შეხედულებით ქანდაკების მიმართ ძალიან ამდიდრებენ თავიანთ ფორმას. ასეთი იყო კურიერი 9-ზე, მე 10-მდე გემშვიდობებით.